სადაც დაირგვება ეს კონკრეტულად ადამიანებთან მიდის მოლაპარაკება თუ ანუ როგორ ხდება ამ ტერიტორიის შერჩევა? შემთხვევით არა, ჩვენ გვინდა რომ საქართველოს როგორც მწვანე ქვეყანა დაფიქსირდეს სოფლიო რუკაზე, იმიტომ რომ ეს ხეები რეალურად შენდება გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, ესპანეთშიც, ამ სარტყელზე, რაშიც საქართველოს მდებარეობს, ესაა კლიმატურად ყველაზე კაი სარტყელი, რომ ეს ხეები გაიზარდოს. და კიდე სხვა ქვეყნებში, მოლდოვაში და ასე შემდეგ. ჩვენ უბრალოდ საქართველოში გვინდა დავიწყოთ რაიონები, იმერეთის რაიონები, სადაც ძალიან ბევრი მიტოვებული დიდი მიწებია, თან სახელმწიფოზეა ეს მიწები, ხოლო ჩვენი ახალი სიცოცხლე შეგვაქვს, იმიტომ რომ ჯერ სიცოცხლე შეგვაქვს ხეების სახით, შემდეგ ინდუსტრიის სახით, ერთგვარი მემორანდუმი უნდა იყოს სახელმწიფოსა და თქვენ შორის თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უბრალოდ როგორც კი ეს ფაზები დასრულდება, მზაობა არის ორივე მხრიდან. რისთვის ფიქრობთ სრულად ჩაშვებას ამ პროექტისა? Იმ ეტაპია, რასაც ვავითარებთ იგივე gold სტანდარტში, ახლა შეგვაქვს საბუთები, რომ ავტორიზაცია აუდიტი გავიაროთ, ასევე პრესეილი გავხსენით, რომ ნებისმიერ ადამიანს და კომპანიას შეუძლია წინასწარ დაასპონსოროს და ამ ხეების დარგვის სეზონი არის მარტიდან მაისის ჩათვლით და აი ამ მარტამდე რამდენ ხესაც გავყიდით, იმდენ მიწას შევიწყდით და იმდენ ძირს ავიღებთ და იმდენ ხეს დავდგავთ. ესაა მეორე და მესამე ზუსტად სახელმწიფოსთან დავიწყებთ დაახლოებით თებერვალში მოლაპარაკებებს. ეხლა რა ხდება არის ის, რომ 13-14 დეკემბერს ჩატარდა ჯიტას Travel Tech ჰაკათონი, სადაც ჩვენი კომპანიით გავედით, უბრალოდ შევქმნით ახალი, როგორც გითხარით, ტურისტული ატრაქცია, რომ არა მარტო ეს ეკოსახლები და ასე შემდეგ, არამედ ტურისტებს მივცეთ თვითონ საშუალება ხე დაასპონსოროს და თან დარგან. ესეთაც ნუ თავარი ჩვენ მივეცეთ, მაგითო გადაცემის დასაწყისში თქვი, რომ ესა რაღაცა ხიდი, ანუ რაღაცა ტრადიციულსა და ტექნოლოგიას შორის, ვებორსა და ვებსამ შორის, რაღაცა მოძველებულ ტექნიკებსა და პირიქით ახლებურს შორის და ხის დარგვა რა უნდა იყოსო და ჩვენ აგერ შემოსავალი გაუჩინეთ, ამიტომ ძალიან ბევრი ესეთი დამაკავშირებული ჯაჭვური რგოლი აქვს. ზუსტად ისე როგორც აი blockchain-ს ასაც ვიყენებ, ესა ბლოკების ჯაჭვი დიდი და ზუსტად ესე ხდება. და ერთი კითხვაც აუცილებლად უნდა დავსვო, ერთი ხის დაფინანსება, ანუ დარგვა რა არის? ერთი ხე 150 ლარი და შემდეგ უკვე გაქვთ შემოსავალი ყოველწლიური 8 წლის განმავლობაში და 8 წლის თავზე კიდევ ბენეფიტი. შემდეგ არის დაახლოებით 400 და 500%-მდე უგება, იმიტომ რომ შვენიერი ბიზნესი.